ალბათ გქონდათ ისეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანს უჭირს უარის თქმა. უჭირს საკუთარი პოზიციის დააფიქსირება. ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც როდესაც რამეს ეტყვი, რეალურად უნდათ რომ გითხრან უარი, შეგეწინააღმდეგონ, მაგრამ ვერ გეწინააღმდეგებიან და ავტომატურად ცდილობენ პასუხს არიდონ თავი. ანუ კონკრეტულად კიც შეიძლება არ თქვან, თუ რაღაც ძალიან რადიკალურია მათთვის, მაგრამ არასაც არ ამბობენ. და რაღაცნაირად შუალედური რო შესაძლოა იქნება ალბათ, ცდილობენ რაღაცნაირად პასუხს თავი არიდონ. ამას ხშირ შემთხვევაში იწვევს დაზიანებული მერკური თევზებში, ან იწვევს, როდესაც თევზებს აქვს, კუსპიდი არის, ან თევზების გავლენა მესამე სახლზე, ან მეათე სახლზე, დაზიანებული თევზების გავლენა. შესაბამისად, აი ესეთ შემთხვევებში ხდება აი ესეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანს უჭირს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება. ხშირ შემთხვევაში ხდება ისიც, რომ როდესაც კირჩხიბს აქვს გავლენა ისევ მერკურიზე, ან მესამე სახლზე, ან მეათე სახლზე, აქაც დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა, მაგრამ ბოლომდე არა, იმიტომ რომ კირჩხიბს მაინც უფრო ფრთხილი არის და ცდილობს, რომ კონკრეტული პასუხები არ გასცის ადამიანს. ანუ უფრო შიშის და სიფრთხილის სიტუაცია არის და თევზების შემთხვევაში არის რადიკალურად არ უნდა. ანუ კერჩხიბს ის სიტუაცია შეუძლია, მაინც ფრთხილად არის, მაგრამ თუ იგრძნობს რომ უსაფრთხოა, ესეთი პასუხი შეუძლია. უარყოფს ესე ვთქვათ, რამე კონკრეტული სიტუაცია, ანუ გითხრას არა. და თევზების შემთხვევაში უფრო მეტად ასე ვთქვათ, დაბურულია ეს ყველაფერი და ადამიანს უკვე მაინც უნდა თუ არ უნდა, მაინც მაქსიმალურად ყოველი შემთხვევაში ცდილობს, რომ პასუხი იყოს გაუგებარი. ზუსტი არ უნდა იყოს, ზუსტად ფორმულირებული. ამიტომაც თუ უნდა, რა თქმა უნდა, იტყვის კი ის უპრობლემოდ, მაგრამ თუ არ უნდა, ესეთ შემთხვევაში კონკრეტულად არას არ იტყვის და ეცდება მაქსიმალურად მიახლოებითი პასუხები მისცეს, რომ ზუსტი კონკრეტული ჩამოყალიბებული პასუხი არ მისცეს. თუ თევზები ძალიან დაზიანებულია, შესაძლოა კის თქმაც უჭირდეს ამ ადამიანს კონკრეტულად და მაქსიმალურად ცდილობს ყველაფერი ალბათ ვითომ თითქოს რაღაც ესეთი მიახლოებითი ესე ვთქვათ პასუხები მისცეს. ესეთ შემთხვევაში ეს არ არის შიში, ეს არის უბრალოდ აი ადამიანს რაღაცნაირად კონკრეტული პასუხი არ აქვს თემაზე. ეს არ არის შიში, ეს არის რაღაცნაირი გაუგებარი სიტუაცია, როდესაც არ იცის კონკრეტულად ადამიანმა კითხვას თუ არ აქვს გააზრებული ამ კონკრეტული პასუხის შედეგები, მაგალითად კის თუ იტყვის რა იქნება, რამდენად მომგებიანია მისთვის, ან არას თუ იტყვის, ან პასუხისგებლობა ცდილობს, რომ მაქსიმალურად პასუხისგებლობა თავიდან აირიდოს და თქვას მაქსიმალურად საშუალო სიტუაცია რაღაცნაირად, რომ არ გქონდეს, ანუ პასუხისგებლობა რომ არ აიღოს საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დასამუშავებელი.